სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ამ კითხვით ბიბლიურ კითხვები და პასუხების 33 ნაწილს, რომელიც ჩაწერილია 1985 წლის ოქტომბერს. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, მოკლეა, იმიტომ რომ ბატონ ჯონის ჩქარობს, რომ ხალხი უნდა წავიდეს, რათა ბავშვები აიყვანონ, სადაც დატოვებული ყავთ ბავშვები, ეს იქნება ალბათ ესეთი მეთვალყურეობის ქვეშ. და ამითი დაამთავრებს. უბრალოდ წინა კითხვასთან დაკავშირებით კიდე მინდა ეს აღვნიშნო, რომ არათუ ესეთი მძიმე ცოდვა არღვევს ადამიანის რწმენას, ხომ? როცა ნდობა იკარგება, ნებისმიერ რამეს შეუძლია გააჩნია როგორი მგრძნობიარეა მრევლი და მსმენელი, შეიძლება ნებისმიერ რამეს, როდესაც შენ ესეთი მინდობლობა და ესეთი მოთხოვნადი არის, ესეთი ავტორიტეტი არის ადამიანი შენ ცხოვრებაში, ხო? ნებისმიერ რამე შეიძლება რომ ეს ნდობა დაგაკარგვინოს და გატეხოს ეს ურთიერთობა. ასე რომ ამ სიტუაციაში, ხო, ძალიან იმიტომაც არის, ხო, უმციკლობა და იმიტომაც არის, ხლა, რატო არის ის ტიტული რომ მიანიჭეს ილია მეორეს ხვდებით ახლა და რატომ აიყვანეს ესეთ პედესტალზე. ნახეთ, რატო გააკეთეს ეს? და ამ დროს ესე არ არის. და წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი, ხო, რომელმაც ახლოს მივიდა ნახა, თუნდაც ირაკლი კაკაბაძის დედამ რო ნახა რა ოქროებში ცხოვრობდა, ხო, და როგორი იმას სასახლეში და როგორი იმაში ცხოვრობდა. მან დააფიქსირა, ნია კაკაბაძემ ეს თქვა. ეხლა შეიძლება ვერ ეთქვა იმ დედას შეშინებოდა, ხო, საზოგადოების, მაგრამ მაშინ კომუნისტების პერიოდში ადვილი იყო კრიტიკა. ისმით და ძალიან ბევრი ნიუანსი, მატერიასთან დამოკიდებულება, შეიძლება რისხვა, როგორც მამაშვილშიც ესე შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ მამამ შეიძლება შვილი ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანოს, რობიცოდეთ, ზედმეტმა სიმკაცრემ, ზედმეტმა ჯაჯღანმა, ხო? და ესეთ ადამიანები შორდებიან. და ბუნებრივია, მე აღდგენა ამ ურთიერთობის ძალიან ძნელია. გინახიათ ეს ალბათ ფილმებშიც, მეც შევხვედრი ვარ ამას და მეც შენ თავზეც განმიცდია ეს. მეც წმენა რო არ ქონდა საკმარისი, ხო? ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ქრისტიანობის შემდეგ ძალიან მკაცრი და ძალიან მომთხოვნი ვიყავი. ამ დროს მე ჩემი თავისთვის უნდა მომეთხოვა ეს და არა ჩემი შვილებისთვის და ჩემი ძმებისთვის და ჩემი მშობლებისთვის. აი ძალიან ბევრ რაღაცას მე ადრე როცა ამ რწმენით რო ყოფილიყავი, მე ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემ ცხოვრებაში ამასთან მიმართებაში და არა ჩემ არჩევანთან მიმართებაში. ეს მინდა მე აღიარების თვალსაჩინო, ჩვენი ყველა საუბარიც და საშუალებაც არის რაღაცის აღიარება და დაფიქსირება, ხო? და როდესაც შენი წმენა მყარი არ არის და უფრო სხვაზე არის დამოკიდებული, ხო? რა თქმა უნდა, შენ უფრო ბევრ შეცდომებს უშვებ და როცა შენი წმენა არის ქრისტეზე დამყარებული, ის გაძლევს იმ თავისუფლებას, ქმედების, საქციელის, თქმის და ასევე ყველანაირად უკვე შენ აღარ გააღიზიანებ ადამიანებს შენი მაგალითად ქრისტიანობით. და სექტანტობა ამას წინებზე იყო ნახსენები, მე გავაზიარე პროტესტანტები გორში და იმაში რა დღეში არიან, ხო? სექტანტობა ჩემთვის ეგ ძალიან ადვილი სამხილებელია, აი ეგ, რასაც ხედავ, ხო? შეუიარაღებელი თვალით დაინახავს ამას, ან მართლმადიდებლობაში ფანატიზმს. აი თქვენ რო დაინახავთ უკვე სექტანტობას ისეთ ეკლესიაში, როგორც მაკარტურის არის კალამინცევის, ხო? და რას ნიშნავს სექტანტობა? ამოვარდნილობა იმ სეკულარული ცხოვრებიდან, რასაც საზოგადოება ეწევა. როცა ჩვენ წყდებით, აი მე ახალგაზრდები მეხმარებიან იმაში, რომ არ მოვწყდე ამ რეალობას და მინდა ყოველთვის ფეხდაფეხ ესმოდეთ მათ. და ეს არ ნიშნავს გავეგომე და აბა ჰომოსექსუალისტებთან დავჯდე და ვიღრეო და რამე. არა, აი ცნობიერებით იმითი ელემენტარულად გარედან საქციელიდან ადამიანმა არ უნდა შეგატყოს შენ. დაკონსპექტებული კი არ უნდა ილაპარაკო, მე დავითნესავით და კიდე რაღაცა. არა, უნდა ერკვეოდეთ ცხოვრების ყველა საკითხებში და ნიუანსებში, რაც ხდება შენს ირგვლივ. აბა ისე სხვანაირად როგორ გახდები ავტორიტეტი, ხო? და ამავე დროს უნდა იყოს წმინდა, როგორც გახსოვთ, ხო? მტრედი და ასპიტივით ბრძენი. რომ კარგად იმასაკნა გაერკვე რა ხდება და შვილებს კი არ აიძულო შვილები რომ შენს იმაზე წამოვიდნენ ცხოვრების წესზე, არამედ გარკვეულწილად მათთან, მათ დონეზეც, და მათ მოფერება და სიყვარული მარტო პატარები რო იყვნენ, მაშინ კი არ უნდათ. როცა გაიზრდებიან, მაშინაც უნდათ შენთან ნებისმიერ ასაკში და ეს იყო ზუსტად ის, რომელიც ბიბლიაშიაცაა მოცემული, რომ ავტორიტეტი იყო ბაბუა ისევე შვილიშვილისთვის. ეს არ იყო მარტო ძალდატანებით, ხო? ეს არის როცა შენ უკვე ხვდები, რომ ეს პიროვნება განა შენიღულია და გაექცა ცხოვრებას. გესმენდა თავის შეაფარა ქრისტიანობას. არამედ ის ძალიან
რეალურად უყურებს ამას და უკვე გადამდები ხდება ეს უკვე ახალგაზრდაზე და შულზეც რომ მოგბაძოს შენ. აი ეს მინდოდა უბრალოდ მეთქვა სანამდე აი ამ კითხვას თუ რას ნიშნავს უფლის დღე. როგორ შევხედოთ, როგორ უნდა შევხედოთ მას. ამას სვავს კრეიგ ტანამა. ტანამა ალბათ იაპონელია, იმიტომ რომ იაპონელები ბევრი ცხოვრობენ როგორც ჰავაიში, ასევე კალიფორნიაში და მე მგონი იაპონელი წარმოშობის სვავს ამას გვარიდან გამომდინარე. სალამი ჯონ, მოგესალმებით, მე მქვია კრეიგ ტანამა და მინდა დაგისვათ შეკითხვა ტერმინთან უფლის დღე. მე ყოველთვის მოუთმენლად ველოდებოდი ამას, გარკვეული გაგებით როგორც ძალიან კარგ მომავალ დღეს, როცა დავიწყე მისი პირველადი ყურება. მაგრამ მერე როცა შევხედე, არა მგონია რომ ეს ისე კარგი იყოს და შემეშინა კიდევაც. და ჯონი მაკარტური ჩაეჭრება, არა მგონია რომ თქვენ გინდოდეთ მისი შეხედვა და მოსწრება და კითხვის დამსველი. დიახ, მიხარია ამისთვის, რომ მე აქ არ ვიქნები და ატაცებული ვიქნები, მაგრამ ამოსის წიგნის მე-5 თავში მე-18 მუხლში ნათქვამია: ვაი თქვენ უფლის დღეს რომ ნატრულობთ, რისთვის გინდათ უფლის დღე, ბნელი იქნება ის და არა ნათელი. ეს თავი მე შემიძლია თქვენ წაგიკითხოთ, ძალიან კარგი თავი არის და ძალიან საინტერესოა, რომ წარმოდგენა შეგექმნათ და ანაქტუალურია საქართველოსთვის მით უმეტეს. ისმინეთ ეს სიტყვა საგოდებელივით, რომ ვამბობ თქვენზე ისრაელის სახლო. დაეცა და ვეღარ დგება ქალწული ისრაელი, მიწაზე გართხმულა, მიტოვებული და არავინაა მისი წამომყენებელი. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, 1000-ის გამომყვან ქალაქს 100 შერჩა, 100-ის გამომყვანს 10 შერჩა ისრაელის სახლიდან. ასე ეუბნება უფალი ისრაელის სახლს, მეძებეთ რომ იცოცხლოთ. ნახეთ, მეძებეთ რომ იცოცხლოთ. ნუ ეძებთ ბეთელს, ნუ წახვალთ გილგალში, ნუ გადახვალთ ბერშებაყაში, გილყალში ტყვეობაში წავა და ბეთელი აღმოიფხრება. მე შემიძლია პერაფრაზირება, ნუ წახვალთ სვეტიცხოველში, ნუ წახვალთ სამებაში, სიონის ტაძარში. ეძებეთ უფალი რომ იცოცხლოთ. თუ არა და ცეცხლივით გამოეთება იგი იოსების სახლიდან, შთანთქავს ბეთელს და არავინ იქნება ჩამქრობი. სამართალს აბზინდად აქცევთ, სიმართლეს მიწაზე თელავთ. მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი. წყდია ძდილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს. ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს. უფალია მისი სახელი, რომელიც ძლიერს დაქცევით დაატყდება თავს, რომ დაინგრეს ციხესიმაგრე. შეიძულებს კარიჭესთან ვამხილებელი და შეიზიძღეს წფრელად მოლაპარაკე. რაკი დიდ ხარკს ახდევნებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ ციცხოვრებთ იქ, საუცხო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალეთ. რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა, მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან. ამიტომაც დუმს გონიერი კაცი ასე დღეებში, რადგან სიავის ჟამია ეს. სიკეთე ეძიეთ და არა ბოროტება, რომ იცოცხლოთ. მაშინ ცაბაოდ უფალი იქნება თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ. ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ. კარიბჭეებში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა ცაბაოდ ღმერთმა იოსების ნატამალი. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოდ ღმერთი. ყველა მოედანზე გლოვა იქნება და ყველა ქუჩაზე იკნესებენ. ვაი, მიწადმოქმედს საგონებლად მოუხმობენ და საგლოვად მოტირალებს. ყველა ვენახში იგლოვებენ, რადგან მე გავივლი მათ შენ შორის. ამბობს უფალი. და აი მე-18 რაც იმას, ვაი თქვენ უფლის დღეს რომ ნატრულობთ. რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელი იქნება ის და არანათელი, როგორც ლომს, რომ კაცი გაექცეს და დათვს გადაეყაროს, ან სახლში მივიდეს, კედელს ხელით მიიღოს და გველმა უკბინოს. განა ბნელი არ იქნება უფლის დღე და არანათელი, წყდიადი იქნება, შუქის ნატამალი არ იქნება მასში. ძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, აღარ მსიავნებს თქვენი ზეიმები, აღარ მივიღებ თქვენ სრულ და საწვალებს და ძღვენს, არც კი შევხედავ ნასუქალ ხარებს, სამადლობენ მსხვილპად რომ წირათ. მომაშორეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარების ხმის მოსმენა აღანსოს, მაგრამ წყალივით იდინოს სამართალმა და სიმართლემ დაუშრეტელ ნაკადულივით. განა მოგქონდათ ჩემთან სხვერბლი და ძღვენი უდაბნოში 40 წლის მანძილზე ისრაელის სახლსო? ეს გამახსენდა საბჭოთა კავშირი. ხო, საბჭოთა კავშირში განა მიქონდა რამე და ღმერთი იძლეოდა მადლს, ზოგად მადლს. დაატარებდით მოლოქს თქვენს მეფეს და თქვენი ღმერთის რეფანის ვარსკვლავებს თქვენთვის რომ გაიკეთეთ. ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, ამბობს უფალი, ცაბაოდ ღმერთია მისი სახელი. აი ნახეთ რა საინტერესო ადგილია და პიროვნებას ეს საინტერესებს. ამიტომ მე ცოტა დაბნეული ვარ, ჯონ,
ვაი თქვენ უფლის დღეს რომ ნატრულოთ, ესე იგი ჩვენ არ უნდა ვინატროთ უფლის დღე და ეს აინტერესებს კითხვის დამსვლელს ტანამას. დიახ, ნება მომეცით, გითხრათ ძირითადად და მე მოგცემთ რაც შეიძლება მარტივად, იმიტომ რომ ამ ეტაპზე მოგვიწევს ჩვენ ამ სესიის გაწყვეტა და მე შემოვიფარგლები მოკლედ, იმიტომ რომ ადამიანები ჩვენთან ვინც არიან, უნდა წავიდნენ და შვილები აიყვანონ დრო იწურება. ამიტომ ნება მომეცით ასე განმარტო კრეიგ ძალიან მარტივად. უფლის დღე არის ნებისმიერი დღე, როდესაც უფალი რისხვითა და განკითხვით მოძრაობს. ეს არ არის წმინდა ესხატოლოგიური ტერმინი, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ მეორე მოსვლასთან. ეს საკმარისად ფართო ტერმინია, როდესაც ჩვენ გულისხმობთ მეორე მოსვლას, რათა მოიცავდეს რამოდენიმე ამ ეტაპებს, ხო, ამ რაც მოხდება. მაგალითად, ეკლესიის ატაცება და წმინდანთა განდიდება. მაგრამ უფლის დღე უპირველეს ყოვლისა, ეს არის განკითხვის დრო. თითქოს უპირისპირდება ის ადამიანურ დღეს. შენ ადამიანს გაქვს შენი დღე, შენი განრიგი, შენი დღის წესრიგი. მეგობარო, მაგრამ ღმერთს აქვს თავისი დღე და იქნება ყოველთვის. და მის დღეებში მისი არსი არის განკითხვა. ახლა მე მჯერა, რომ იყო უფლის მრავალი ასეთი დღე, განკითხვის დღე. ყოველ ჯერზე, როცა ღმერთი ამა თუ იმ ხარისხით განჯიდა. ჰოლოკოსტშიც ზუსტად ესე. და ეს იყო უფლის დღე. და ფიქრობ მომავალშიც უფლის დღე იქნება, რომელსაც ექნება რამოდენიმე კარგი თვისებაც, მაგრამ სათაურით უფლის დღე პირველ რიგში ხაზს უსვავს განკითხვას და მის რისხვის გადმოყრას. გასაგებია? დიახ, გმადლობთ. კარგით, ამიტომ ჩვენ ახლა ამითი დავამთავრეთ და სანამდე ბატონი ჯონი ლოცვას დაიწყებს, მე მინდა გაგახსენოთ ბოლო პერიოდი, როდის დადგა უფლის დღე. მე ვერ მოვესწარი მაგას, მაგრამ აი აფხაზეთის თქვენი სამოქალაქო ომი რაც იყო საქართველოში, მერე როდესაც იყო ეს ვითომ და წამოწყებული რაღაცა ხელოვნური ომი ოსეთთან და მერე რისხვა დაგატყდათ, ეს ყველაფერი ნახეთ უფლის დღე იყო რისხვას, რომელსაც ღმერთი ავლენდა ქართველი ერის წინაშე. ჯონ მაკარტური იწყებს და ლოცვით ამთავრებს ამას. მე ვიმედოვნებ, რომ ეს სესია და მართლაც სასარგებლო იყო, ძალიან მაგარი კითხვები იყო. რომ ეს სასარგებლო იყო, ძალიან დიდებული დრო გავატარეთ ერთად და ძალიან კარგი კითხვები დაისვა. მამაო, მადლობას გიხდით ჩვენ თანაყოფნისთვის და იმ სიხარულისთვის, რომელსაც შენ მუდამ იძლევი, როდესაც ჩვენ ერთად ვიკრიბებით. ჩვენ მადლობას გიხდით ჩვენი ახალი ძმის, ძმის ქრისტეში ჩვენებისათვის და იმ სურვილისათვის, რომ მას ჰქონდეს სიხარული და ამავე დროს მწუხარებაც და გააბალანსოს ეს თავის თავში. რომელიც ყოველთვის გრძნობს ამას თავის ცხოვრებაში. და ვინც იცნობს მაცხოვარს, ყველას ესეთი განცდა ეუფლება. ასე რომ აავსე მისი გული სიხარულით უფრო მეტად, ვიდრე მწუხარებით უფალო. ჩვენ ვიცით, რომ სამეფო, შენი სამეფო, ცათასასუფლელი არ არის საჭმელ სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში. ჩვენ გვინდა ეს სიხარული და ეს მშვიდობა. ჩვენ ლოცულობთ ამ ახალგაზრდა გოგონასათვის, რომელიც ესე დამძიმდა და ესეთი გულნატკენი იყო იმ მოღალატე პასტორის მიერ. და ჩვენ გვაინტერესებს კიდევ რამდენი ადამიანი ვარდება ხოლმე იმ სიტუაციაში და წუხდება და ტოვებს შენს შესაკრებელს. ამიტომ განკურნე ისინი, რათა არ მიატოვონ შენი შესაკრებელი და მოძებნონ ისეთი ადგილი, სადაც იქნებიან პატიოსანი და ერთგული, შენთვის ერთგული პასტორები. ჩვენ ლოცულობთ ნებისმიერისათვის, ვინც შეიძლება რომ გაუძლოს ესეთ ტანჯვებს და ესეთ გამოცდებს. ჩვენ ლოცულობთ უფალო იმ კითხვებისათვის, რომლებზეც პასუხი ამაღამ ჩვენ ვერ გავეცით და რომელსაც აუცილებლად შენი შემწეობით გავცეთ. ჩვენ ვიცით, რომ შენ სულს ძალუც და შენი სიტყვა არის ჭეშმარიტი, ამიტომ ვაძლევთ საკუთარ თავს, ნებას, რომ ყოველთვის შევიკრიბოთ და აღვაშენოთ ერთმანეთი შენი სიტყვით. ჩვენ მადლობას გიხდით ამისათვის, როგორი წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არ ქონოდა შენი სიტყვა და შენი დარიგება. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ შენით და მადლობას ვუხდით ქრისტეს სახელით ჩვენი თანაზიარებისთვის. ამინ.